გამარჯობა საქართველო, გიზა უჯარმელი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. საშობაო დროა, სადღესასწაულო დრო და ჩვენს ქალაქში ძალიან ბევრი ღონისძიება ეწყობა საქველმოქმედოდ, უბრალოდ გასამხიარულებლად და უბრალოდ სიამოვნებისათვის ბოლოს და ბოლოს ეს ის დროა, როდესაც ადამიანმა მართლა უნდა ისიამოვნოს. თუმცა ასე დროს რატომღაც მე სევდა მეუფლება ხოლმე, არ ვიცი, ცოტა სევდიანი განწყობა. ალბათ იმის გამო რომ წლის ბოლოა, ბევრი რამე შესაჯამებელია, ბევრი რამე გაკეთდა, ბევრი არ გაკეთდა და ბევრი კიდევ სურვილად და ნატრად რჩება, მაგრამ დღეს ჩვენს ქალაქში ელკის კლუბი, ანუ ეს არის ირმების კლუბი, რომლებიც მიახლოებით ისე მუშაობს როგორც მასონთა ლოჟა, აწყობს კონცერტს, რომელიც საქველმოქმედო კონცერტია და აი მოვიდნენ მუსიკოსები, ხანდაზმული მუსიკოსები, big band და ყველას ვისაც არ ეზარება და ვისაც უნდა პატარა მხიარულობა, მოვიდა და ცეკვავენ. ერთობიან ამერიკელები. აქ მოსვლა უფასოა, საერთოდ არაფერი არ მოეთხოვება არავის და თუ თქვენ ამის სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ პატარა შემოწირულობა გააკეთოთ. ეს შემოწირულობა მიდის საკეთილდღეო საქმეებისათვის, საქველმოქმედო საქმეებისათვის, სკოლებს ეხმარებიან, ბავშვებს ეხმარებიან, ადამიანებს, ვინც გაჭირვებაში არიან. ასე რომ შობა ახალი წელი არის ბრწყინვალე დრო, აკეთოთ სიკეთე. სიკეთე გადამდებია ჩემო კარგებო. და ამერიკელებს ძალიან კარგად ესმით სიკეთის კეთების პრინციპები. საერთოდ ძალიან მაგრა არის ამერიკაში დალაგებული საქველმოქმედო საქმიანობა. ერთი მხრივ ეს დიდი საქმიანობა ქმნის სამუშაო ადგილებს და მეორე მხრივ ეხმარება უშუალოდ იმ ქალაქებს, იმ რაიონებს, იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც ასე უჭირთ. ასე რომ გაუმარჯოს ხელმოქმედებას. და კაი მუსიკა ყოველთვის ასიამოვნოა. რა კარგია, როდესაც ადამიანები სიამოვნებას ღებულობენ ცეკვით და მუსიკის ჰანგებით. რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი წლისები ვართ. თავარია ჩვენ ეს სიამოვნებს, ხომ ასეა?